იმ ისტორიაზე, რასაც უნდა გესაუბროთ, გამომიქვეყნებია, მაგრამ გამეორება ცოდნის ნენაო ამობენ და ამიტომ თან ეს ამბავი, რასაც ახლა მოგიყვებით, ძალიან საჭიროა დღევანდელ პირობებშიც. მოკლედ, 900-იანი წლების დასაწყისში გურიის გლეხობამ ბრძოლის ახალ მეთოდს, ბოიკოტს მიმართა. პროტესტის ეს ფორმა პირველად გამოყენებული იყო ირლანდიაში მემამულეებსა და გლეხებს შორის დაპირისპირების დროს. ბოიკოტს უცხადებდნენ პოლიციას, მემამულეებს, სასამართლოს, სამღვდელოებას. ახლა უნდა გითხრათ, რომ გურიაში მღვდლებს არავინ უშვილდა ღვთისმსახურების ჩატარებას, მაგრამ მათ კატეგორიულად ჰქონდათ აკრძალული ელოცათ მეფისა და მისი ოჯახისათვის, აი ესე. ბოიკოტს უცხადებდნენ ცალკეულ პიროვნებებს, ჯაშუშობისათვის მოკლული ზღვამს არავინ ეკარებოდა. მოკლულ სტრაჟნიკებს და ჯარისკაცებს ლამის გურიის ფარგლებს გარეთ მარხავდნენ. გადასახადს ნებაყოფლობით აღარავინ იხდიდა. თუ გადასახად ეს მაგივრად პოლიციის მიერ ავეჯის ან პირუტყვის რეკვიზიცია ხდებოდა, საჯარო ვაჭრობაზე მას მყიდველი არ ყავდა. ესე კაჩული არ მიდიოდა და არავინ არაფერს არ ხედულობდა. ეს იყო როგორც მეხის გავარდნაო, წერს ფილიპე მახარაძე. ბოიკოტი ძალზე ფართოდ გავრცელდა რევოლუციურ გურიაში. უმაღლესი დასჯა ბოიკოტი ასეთი იყო. დამნაშავეს ეგრძელებოდა ეზოდგან გადმოსვლა და მისას ჩასვლის უფლება არავის ჰქონდა. თუნდაც მისას ცეცხლი გაშენოდა სახლს. იყო შემთხვევები, ოჯახის წევრებსაც არ ეძლეოდა დაშილზე გალაპარაკების უფლება. მახსოვს ისეთი შემთხვევების, რომ გამოუსწორებელი პირი, ესე იგი რომ ვერ უშველა ვერაფერმა, ტყვიით სწორდებოდა. ყველა ეს სასჯელს ხალხს გამოქონდა მასიურ კრებაზე. ამას წერს უცნობი ავტორი. ასე რომ ბოიკოტის ყველას ეშინოდა და ყველა ცდილობდა არ შეხვედოდა ასეთი რამ. თუ რატომ ერიდებოდა ყველა ბოიკოტს, კარგად აქვს ახსნელი ცნობილ საზოგადო მოღვაწეს აპოლონ წულაძეს. საქმე იმაშია, რომ ყოველი გურილისათვის მეზობელი გაჭირვების ტალკვესი იყო და სოფლის მოსახლეობა ცდილობდა ერთმანეთში კარგი მეზობლობა ჰქონდათ. ერთმანეთს წაჩხვევებული მეზობლების შერიგება, სიამტკობლობის აღდგენა ყველას სავალდებულოდ მთელი სოფლის საერთო საქმედ მიაჩნდათ. უბრობა, ხმის გარგაცემა მეტისმეტად სათაკილოდ ითვლებოდა. უსათუოდ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ 1904-5 წლებში გურიაში ფართოდ შემოღებული ბოიკოტი გურულებისათვის ყველაზე სასტიკი სასჯელი იყო და ბევრი ბოიკოტქვეშ მყოფი იხვეწებოდა. მომკალით მირჩევნიეო. მოკლედ აი ესე. კარგად იყავით.